რა სახის ალტერნატივებს დანერგავთ ევროპასთან ურთიერთობაში და ასევე იმ მკაცრ ეკონომიკური პოლიტიკასთან დაკავშირებით, რომელსაც უკანონო უწოდეს. Როგორი მოქმედებს ეს რუსეთთან ურთიერთობაზე იმ სანქციების ფონზე, რომლებიც თქვენ დააწესეთ. მე მინდა რომ ევროპა გაძლიერდეს. ევროპა ვოუკისტური გახდა. იგი საკუთარ თავს აღარ ჰგავს. რა თქმა უნდა, ყველა ქვეყანას არ გულისხმობ. შეხედეთ უნგრეთს, პოლონეთს, ჩეხეთს, სლოვაკეთს. არსებობენ ქვეყნები, რომლებიც სრულიად საპირისპირო მიმართულებით მიდიან, მაგრამ ევროპა ძლიერი უნდა იყოს. ის კი ძალიან რბილია და ზოგიერთ ქვეყანას ვეღარც კი იცნობთ. არ მინდა კონკრეტულ სახელებზე ვისაუბრო, მაგრამ ვფიქრობ, ყველა მიცის, რასაც ვგულისხმობ. ევროპის ცნობა მართლაც შეუძლებელია. გარემოს დამცველებმა ხელში ჩაიგდეს ძალაუფლება. ისინი ფლობენ ქარის ტურბინებს, რომლებიც მათ მინდვრებს ანადგურებს, ულამაზეს მდელოებსა და ოკეანეებს და ამაში უზარმაზარ ფულს იხდიან. ახლა ევროპამ ჭკუა უნდა იხმაროს. მას ორი რამ ანადგურებს: ენერგეტიკა და იმიგრაცია. და თუ ორივე მათგანს სწრაფად არ მოაგვარებენ, ევროპა ძველებური ვეღარ იქნება. გამოიწერე და გაიგე ამბები ლიბერალური ცენზურის გარეშე.